მოგესალმებით მეგობრებო, დადგა მორიგი ორშაბათი და ეთერშია 17 თეთრი ორშაბათი ნინო შარაშენიძესთან, ოთარ ტატიშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის დღესაც ვეცადეთ რომ მაქსიმალურად საინტერესო და აქტუალური თემა მოგვემზადებინა, საინტერესო თემაზე გვესაუბრა და მოკლედ საკმაოდ უცნობია, მოდი ვთქვათ ეს თემა ჯერჯერობით ფართო მსმენელისთვის. ჩვენ სტუმრად გვყავს ქალბატონი აზამან თაშაშვილი, ექიმი, კლინიკური მენტალური ჯანმრთელობის კანცლერი, ნეიროფსიქომოდულაციის დოქტორი ამერიკაში და ვსაუბრობ ზოგადად მენტალურ პრობლემებზე, მის მართვაზე, მიზეზებზე და ასე შემდეგ. მოგესალმებით ქალბატონო აზა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ჩვენ ერთხელ შევეხეთ ამ თემას, მაგრამ იმდენად საინტერესოა და იმდენად ასე ვთქვათ ამოუწურავია და იმდენ რამეზეა სასაუბრო, რომ გადავწყვიტეთ რომ მეორეჯერ ასე ვთქვათ ისევ და ისევ ამ თემაზე გვესაუბრა. მოდი ასე დავიწყოთ, რომ რატომ გახდა ეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა გლობალური, რაღაც ერთგვარი პანდემიის სახე მიიღო, რა არის ამის მიზეზი? დიახ, მოგესალმებით ბატონო ოთარ, პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მძაფრი ინტერესისთვის ზოგადად მენტალური პრობლემების მიმართ და მით უმეტეს თანამედროვე მიდგომების მიმართ, რომელიც დღეს მსოფლიოში ნამდვილად არსებობს მენტალურ ჯანმრთელობის სივრცეში. პირველ რიგში დააღვნიშნო, რომ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, შეგვიძლია ესეც კი დავარქვათ, რომ დღესდღეობით მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გამოხატულია როგორც პანდემია მსოფლიოში, მენტალური პანდემია, ასეც კი ეძახიან. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ამ ხანაში ზუსტად ამას განვიცდით და რეალურად სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ პრინციპში ტვინი არ არის შექმნილი ამხელა ინფორმაციული ნაკადისთვის და ასეთი ტექნოლოგიური ზეწოლის და წნეხისთვის. ზოგადად ტვინი შექმნილია ძალიან დიდი ხნის წინ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ტვინი ქვის ხანისაა და ჩვენი ცხოვრება კი ციფრულ ეპოქაში მიმდინარეობს. ამიტომ ეს დისონანსი ესე იგი ტვინის მორგებასა და ანუ ინფორმაციის შემოსვლასა და ტვინის მორგებას შორის ჯერჯერობით არსებობს. ამას ქვია უკვე დაერქვა ინფორმაციული ინტოქსიკაცია, იმდენად დიდია ინფორმაცია გაჯეტების და სხვადასხვა გზით, რომ ჩვენი ტვინი ვერ აუდის ამას და რეალურად ფაქტურად სტრესის ქვეშაა. ქრონიკული სტრესი ინფორმაციული ნაკადის გამო, უძილობის გამო, რომელიც ასევე ზედმეტმა სინათლემ გამოიწვია და ჩვენთვის ძალიან რთულია დავემთხვიეთ ცირკედიან, ანუ ცირკულარული ესე იგი რითმზე დამთხვევა ძალიან რთულია, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ჩვენთან მელატონინის პიკი დგება, ჩვენ ჯერ ისევ ძალიან აქტიურები ვართ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულები და როდესაც უნდა ვიძინებდეთ, მაშინ ჩვენ აქტიურ მუშაობას ვეწევით. ანუ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი კიდევ და იზოლაცია. ადამიანების დაკავებულობა იმდენად, რომ ურთიერთობები საკმაოდ მწირია, იზოლირებულია ადამიანი მეგობრებისგან, ოჯახისგან და ასე შემდეგ. მოკლედ, რომ შევაჯამოთ მიზეზი მენტალური ჯანმრთელობის ესე იგი მენტალური პრობლემების ასეთი გახშირებისა არის სტრესი, გაჯეტური სისტემა, ინფორმაცია და რა თქმა უნდა სოციალური ცხოვრების წესი, ანუ იზოლირება ადამიანების ერთმანეთისგან. ინფორმაციული ინტოქსიკაცია ახსენეთ თქვენ და აი ნახეთ როგორი შეკითხვა მაქვს, იცით? აი ის ინფორმაციაც კი დაუშვათ, რომელიც მაგალითად მე არ მაინტერესებს. ხო, ეს ინფორმაცია მოდის, თავისთავად, გინდა არ გინდა, მოусმენ, დაუშვათ ვიღაც მოგიყვება, ტელევიზორში მოусმენ, სოციალურ ქსელში ნახავ და ასე შემდეგ. აი ეს ინფორმაცია, რომელსაც არ ვაქცევ დაუშვათ მე არანაირ ყურადღებას, არ მაინტერესებს და ვატარებ. ეს ჩემდაუნებურად მაინც მოქმედებს ჩემს თავის ტვინზე? სამწუხაროდ კი და ძალიან დიდადაც. იმიტომ რომ ეს ყველაფერი აღიქმება ჩვენი
ვიზუალური აღქმის უნარით, ასევე აუდიო აღქმის უნარით და ანუ მთელი ეს სენსორიკა ჩართულია ამ ინფორმაციის აღქმაში. თქვენ შეიძლება გადამუშავება ამა თუ იმ ინფორმაციისა საერთოდ არ გინდოდეთ და არ შეეცადოთ, მაგრამ ბუნებრივად რაღაც დონეზე ამ ინფორმაციის გადამუშავება და შენახვა მაინც ხდება. ასე რომ ის რომ თქვენ აცილებთ თავს რაღაცა ინფორმაციას, სულ არ ნიშნავს რომ ეს ნამდვილად ასე ხდება. გაჯეტური სისტემა, სკროლვა, რომელიც მთლიანად მოწოდებულია და მთლიანად დაფუძნებულია ჩვენს დოფამინური სისტემის ესე იგი არსებობაზე, თუ როგორ მუშაობს და როგორ მოქმედებს ჩვენი დოფამინური სისტემა, ვერანაირად თქვენი თავის არიდება ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არსებობს თქვენს გარშემო. ეს სკროლვა აძლიერებს უფრო ამ ფიზიოლოგიურ პროცესებს? დიახ, აბსოლუტურად, მთლიანად ჩვენი ჰორმონალური კოქტეილი, რომელიც ჩვენს არსებობას და ჩვენს ესე იგი ტიპаж, ჩვენს ბიოლოგიურ პროცესებს და ასე შემდეგ უზრუნველყოფს, ბუნებრივად იცვლება და ამის შესახებ ბევრი კვლევა არსებობს, აბსოლუტურად უმნიშვნელო, მხოლოდ და მხოლოდ ესეთი ზერელე სკროლვითაც კი ძალიან იცვლება ჩვენი ჰორმონალური ბალანსი, ჩვენი ტვინისა. ასე რომ თავისთავად ცხადია შეცვლილი ჰორმონალური ბალანსი შეცვლილ მენტალურ მდგომარეობას იწვევს. საინტერესოა ძალიან, რასაც ახლა თქვენ გვესაუბრებით, მაშინ რაც რა გითხარით, რომ აი სიახლეები რა არის აი ამ ყველაფრის მართვაში. ახლა თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის. აი თქვენი გამოცდილებით, ზოგადად სოფლიო გამოცდილებით, თქვენი კოლეგების გამოცდილებით, ახლა თქვენ ხო გაქვთ ინფორმაციის მიმოცვლა, ხო, ტარდება სხვადასხვა კონფერენციები, ვორქშოპები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ძალიან საინტერესოა, აი რა ვქნათ, როგორ გავაკეთოთ, ხო? ანუ ვერ აღვძავლავთ ტექნოლოგიების განვითარებას, ხო? ვერ აღვძალავთ ტექნიკას, გამორიცხულია. აი მართვაში რა სიახლეა, როგორ ვმართოთ ეს ყველაფერი? იცით რა არის? ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ქცევითი პროცესი, ისევე როგორც სხვა ქცევა ჩვენს ცხოვრებაში, გაჯეტებთან დამოკიდებულებაც მთლიანად მოიცავს და მთლიანად ფორმულირდება როგორც ერთ-ერთი ჩვენი ქცევათაგანი. და მომართულები არიან, ესე იგი, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები იმისკენ, რომ ეს მართონ როგორც ქცევითი დარღვევა, თუ ეს არის გადამეტებული, აქ ჩვეულებრივ ერთვება კოგნიტივ ბიჰევიორული თერაპიის ელემენტები, მაგალითად ბავშვებს მოუწოდებენ და არა მარტო ბავშვებს, საერთოდ მოწოდებულია, რომ ტელეფონი, ლეპტოპი და ასე შემდეგ ტექნოლოგიები არ შევიტანოთ ყველაზე ცოტა და ყველაზე მცირე საძინებელშიც კი, საძინებელში მაინც. საძინებელში მაინც, თუ ამისი სხვა საშუალება არ არსებობს, ეს მაინც გავაკეთოთ, რომ არ შევიტანოთ უბრალოდ, ხომ არის რაღაცები, რაც საძინებელში არ შეგვაქვს, ხომ? აი ასეთივე წესით საძინებელში არ შევიტანოთ ჩვენი მობილური ტელეფონი. მაგალითად, კოგნიტივ ბიჰევიორული თერაპიის ერთ-ერთი გზა არის ასეთი საათობრივი გაწერა, აი ამდენი ხანი შემიძლია ტელეფონი მქონდეს, დღეში ამდენი საათი და ამის შემდეგ არა, მაგალითად სამსახურის შემდეგ არსებობს დრო, როდესაც ამ ესე იგი ტექნოლოგიამ თავისი ფუნქცია ამოწურა და ოჯახში ხართ, სამსახურის სახლში ჯობია რომ არ შევიტანოთ და მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ურთიერთობებით, ოჯახური ურთიერთობებით შემოვიფარგლოთ და ასე შემდეგ. ანუ ქალაქის ტელეფონით დავაკეთოთ. ქალაქის ტელეფონები სამწუხაროდ აღარ არის და თუ მაინც და მაინც დაგჭირდა, აი ისიც კი არსებობს, რომ უბრალოდ არსებობს ყველა ოჯახის ყველა წევრი ერთ უჯრაში ათავსებს შესვლისთანავე ტელეფონს და თუ ემერჯენსია და აუცილებლობაა, ამ შემთხვევაში იღებ, უკავშირდები ვინმეს, რაღაცას აგვარებ, მაგრამ ისე ვიქნებ. ანუ ეს არის სრულიად ისეთი მართვადი და როგორც მინიმუმ ცოტათი მაინც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ტვინი, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ჰორმონული მდგომარეობა, ჩვენი ნეირო ჰორმონო, ისე კოქტეილი, რაღაც
დავიცვათ და დავიფაროთ აი ამ წნეხისგან და აი ამ ზეწოლისგან, რომლის ქვეშაც ვართ. ხო, სხვათა შორის მე რამდენჯერმე შესწრებული ვარ, როგორ ფაქტებს იცით, რომ აი მაგალითად სათამაშო მოედანი ფეხბურთის, მინი ფეხბურთის სათამაშო მოედანი ბავშვების ხედან ბურთი იქ სადღაც ცალკეა მიგდებული და ყველა ტელეფონშია ჩაამძვრალი. ანუ არც ფეხბურთს თამაშობენ, არც ერთმანეთთან ურთიერთობენ, რამდენჯერმე მინახავს ასეთი რამ. ან თუნდაც რაღაცას უყურებენ მაგალითად სერიალს, ფეხბურთს, საინფორმაციო გამოშვებას და პარალელურ რეჟიმში აუცილებლად ტელეფონშიც იყურებიან. ანუ ეს შეგვიძლია როგორ მივიჩნიოთ, რომ ერთგვარი რაღაც 21 საუკუნის მავნეჩვევაა? აბსოლუტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ და ამიტომაც არის, რომ რიგ ქვეყნებში უკვე სკოლებში აღარ შეიძლება უკვე რაღაც ასაკი დადგინდა ზოგიერთ ქვეყანაში, ზოგიერთ ქვეყანაში ასაკიც და ამავე დროს რაღაცა ქცევითი ნორმები შემოვიდა, რომ არ შეაქვთ გაკვეთილზე, ინახავენ ესე იგი სხვადასხვა შესანახ ადგილებში. იმიტომ სწორედ მაგიტომ რომ ზუსტადაც ეს არის 21 საუკუნის პანდემია და ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ჩვენს მენტალურ პრობლემებს იწვევს. მარტო მოვერევით ამას ჩვენ სპეციალისტის დაახმარების გარეშე. იცით რა არის, ნებისმიერი ქცევითი დარღვევა უმჯობესია და ჩემი პირადი გამოცდილებით, ჩემ პაციენტებთან ურთიერთობის გამოცდილებით, უმჯობესია იყოს თვით რეგულაციაზე და თვით შესწავლაზე დაყრდნობილი და თვით მართვით დავიწყოთ. იმიტომ რომ ადამიანს ყოველთვის აქვს თუ ამას მიუდგება ცნობიერად, ყოველთვის აქვს იმისი რესურსი, რომ თუ ადრეულ პერიოდში მიაგნო რომელიმე ქცევით დარღვევას, თავადაც მით უმეტეს ზრდასრულ ადამიანზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ბავშვებში ეს გაჭირდება, ზრდასრულ ადამიანს საკუთარი ცნობიერების ჩართვით შეუძლია ამის მართვაზე იზრუნოს. და შემდეგი ეტაპი უკვე თუ ამას ვერ გაუმკლავდა, არსებობს უამრავი საშუალება ამისთვის და ყველა ფსიქოთერაპევტი მე მგონია რომ დღეს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ამაზე ინფორმირებულია, ამისთვის მომართულები არიან და ყველაზე ცოტა სხვა თუ არაფერი cognitive behavioral therapy-ის ჩართვით შესაძლებელია ამ პრობლემას მართვა, მაგრამ აქ კიდევ უფრო ღრმად მიდის საქმე. რატომ ხდება? მთავარი კითხვა ის არ არის როგორ ხდება და როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ეს ნაკადი არსებობს კი ბატონო. რატომ ხდება არის კიდევ უფრო მეტი პრობლემა, იმიტომ რომ ინტერესი ცხოვრების სტილი და აი ეს ესე იგი გზა ურთიერთობისა ადამიანებს შორის ურთიერთობისა, სოციუმის არასაინტერესო დამოკიდებულება. სოციუმში ადამიანები ერთმანეთით აღარ ინტერესდებიან. უფრო მეტი ინტერესი არის ვირტუალური იმიჯების მიმართ, ვირტუალური ცხოვრების მიმართ და აი აქა ცოტა უფრო ძირშია ჩასასვლელი, ამიტომაც ფსიქოთერაპია ძალიან საინტერესო იქნება და ძალიან პროდუქტიული იქნება ისეთი ადამიანებისთვის, ვისთანაც ეს ზედმეტად სიმპტომურად არის გამოხატული. ძალიან საინტერესოდ საუბრობთ ამაზე ყველაფერზე, მართლა დარწმუნებული ვარ ჩვენ მსმენელიც გისმენთ ძალიან ისეთ გაფაციცებით. ანუ ეს მიღწეული შედეგი მყარია თუ პერიოდულად მაინც დაგჭირდება სპეციალისტის ჩარევა? მყარია ყველაფერი, რასაც ცნობიერად მიუდგებით, რასაც გეგმაზომიერად შემოვიდან ჩვენს ცხოვრებაში, რადიკალური მიდგომა აბსოლუტურად არაფერს არ უხდება და მყარი იქნება აი ესეთი გაწონასწორებული მიდგომა ყველაფერის სიახლის მიმართ, ამ შემთხვევაში გაჯეტური სისტემის მიმართ, თუ კი ამას ცნობიერად მიუდგებით. კარგით, მაშინ ნეიროფსიქომოდულაციაზე გადავიდეთ, ნეიროფსიქომოდულაციის დოქტორი ბრძანდებით თქვენ და უფრო ესე პოპულარულ გასაგებენაზე ჩვენ მსმენელს და მაყურებელს რო აუხსნათ, რა არის ნეიროფსიქომოდულაცია და რა დროს გამოიყენებთ ამ მეთოდს? ნეიროფსიქომოდულაცია არის ინტეგრაციული მეთოდი, რომელიც აერთიანებს ნეირომეცნიერებას და მედიცინას. და პლუს ბონუსად ამას ყველაფერს მოყვება ფსიქოთერაპია. ანუ მოტივი და საფუძველი ნეიროფსიქომოდულაციისა არის ასეთი. ორგანო, რომელიც მთლიანად პასუხისმგებელია იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ გრძნობთ, რასაც ჩვენ
ვფიქრობთ, განვიცდით და ვმოქმედებთ, უნდა იქნას შესწავლილი. ეს ორგანო არის მისი უდიდებულესობა ტვინი. იმისათვის რომ ჩვენ ვიცოდეთ რატომ გრძნობთ, რასაც გრძნობთ და ამ შემთხვევაში სიმპტომებზეა საუბარი, ხშირ შემთხვევაში რატომ გვაქვს ესა თუ ის სიმპტომი, უნდა ვიცოდეთ ის ორგანო, რომელზეც ეს ყველაფერი არის აგებული და დაყრდნობილი, როგორ მუშაობს. რა მოხდა ტვინში რაღაცა დროის შემდეგ და რატომ გამომჟღავდა ადამიანში ესა თუ ის სიმპტომი. იქნებ უჭირს ტვინს. ტვინი ფაქტიურად გვეძახის. ამა თუ იმ სიმპტომით ტვინი ფაქტიურად გვეძახის, რომ მივაქციოთ ყურადღება, შევისწავლოთ, გავიგოთ რა გასაჭირის წინაშე დგას ის და თუ ეს დროულად მოხდა, რეალურად სიღრმემდე ძალიან ღრმა დარღვევებამდე არ მიდის ხოლმე მენტალური პრობლემები. რა მეთოდებით ხდება შესწავლა დიაგნოსტიკა და თუ იყენებთ თქვენს პრაქტიკაში მაგალითად ისეთ კვლევებს, როგორიც არის მაგნიტური რეზონანსი, მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფია, თუ გაძლევთ რამეს ეს კვლევები? მაგნიტური რეზონანსი და კომპიუტერული ტომოგრაფია დამხმარე საშუალებებად და იმისათვის, რომ ასე თუ ისე დავაზუსტოთ და რაღაცნაირად ერთიანობაში მოვიყვანოთ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ხშირად მას, მაგრამ ძირითადად ტვინის კვლევა დაფუძნებულია და ტვინის დიაგნოსტიკა ამ მეთოდის მიხედვით დაფუძნებულია ტვინის სკანირებაზე და რაოდენობრივ ელექტროენცეფალოგრამაზე. Quantitative EEG, ასე ქვია ამას, ანუ რაოდენობრივად დათვლილია ჯერ პირველ რიგში ხდება აი ამ კვლევის ჩატარება და შემდეგ უკვე ხდება ფუნქციური ანალიზი ტვინის ფიზიოლოგიური მდგომარეობისა, ანუ ყველა 250-ზე მეტ უბანში, ყველა ძალიან მნიშვნელოვან უბანში და ნაკლებად მნიშვნელოვან უბანშიც თუ შეიძლება ასე დავარქვათ, მაგრამ პრინციპში ტვინში არ არსებობს ნაკლებად მნიშვნელოვანი უბანი. ამ შემთხვევაში 250-ზე მეტ უბანში ტვინისა, როგორც ქერქის, ასევე ქერქქვეშა არეების უბნებში, დათვლილია ამ მეთოდით, რაოდენობრივი ელექტროენცეფალოგრამის მეთოდით, დათვლილია, რიცხვებში გამოყვანილია სხვადასხვა სიხშირის ტალღების რაოდენობა. და შემდეგ ეს ყველაფერი შედარებულია ნორმასთან, 5000 ტვინი, თქვენივე ასაკის, თქვენივე სქესის 5000 ტვინი არის data სახით, ანუ მონაცემთა ბაზის სახით და შემდეგ უკვე ამ მონაცემთა ბაზას არის შედარებული პროგრამულად და ამით გინდება უკვე რამდენად ახლოს არის თქვენი ფუნქციური მდგომარეობა თქვენი ამ ტვინის ამა თუ იმ უბნისა, რამდენად ახლოს არის ნორმასთან, რამდენად ნორმაშია, რამდენად გადახრილია და შემდეგ უკვე ნეირომეცნიერებამ ძალიან კარგად იცის სიხშირის მომატების ან შემცირების რეალობამ რა გადახრა შეიძლება, სიმპტომური გადახრა შეიძლება მოიტანოს. ამის შემდეგ უკვე იმდენად ტვინის რუკირება კეთდება, იმდენად დეტალური ანალიზია ეს ტვინისა, სხვადასხვა სიხშირეში დათვლა, სხვადასხვა პროგრამებით დათვლა ტვინის ესე იგი ფუნქციური მონაცემების და ამის შემდეგ უკვე გვაქვს ტვინის რუკა, რომელიც ხდება ჩვენი გზამკვლევი თერაპიული ნაწილისათვის. ანუ ეს იყო დიაგნოსტიკური ნაწილი ნეიროფსიქომოდულაციისა, როცა უკვე გავიგეთ, რატომ შეიძლება ამ კონკრეტულ სუბიექტს ჰქონდეს ესა თუ ის სიმპტომი. და ეს არის ძალიან ინდივიდუალური მიდგომა, ძალიან ესე იგი ჰოლისტიკური და პერსონალიზირებული. TMS-ი რა არის? TMS-ი არის მარგალიტი კი არა და ბრილიანტი ალბათ მენტალური ჯანმრთელობის სივრცეში, რომელიც 21 საუკუნემ მოიპოვა. მრავალი წლის წინ მედიცინაში დაიწყეს შემჩნევა იმისა, რომ მაგნიტური ტალღით შესაძლებელია ტვინის ელექტროფიზიოლოგიური მდგომარეობის შეცვლა. ისტორიას ნუ შევეხებით, რისთვის დაიწყეს და რატომ ნევროლოგიაში ფიქრობდნენ ამ ყველაფრის გამოყენებას უფრო მეტად და გამოიყენებენ კიდევაც, მაგრამ შემდეგ უკვე მენტალურმა ჯანმრთელობამ თქვა, რომ იცით რა, ჩვენ გამოგვადგება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი ამ ფუნქციურ გადახრებზე რაღაცა უნდა არსებობდეს გზა, რომ ესე იგი სიხშირე, რომელიც მომატებულია ტვინში, ელექტრული ესე იგი ელექტროფიზიოლოგიური მდგომარეობა ბალანსამდე მივიდეს და ჩატარდა უამრავი კვლევა
და მაგნიტურმა ტალღამ ნამდვილად შეძლო ტრანსკრანიალურადაც და ინტრაკრანიალურადაც სხვათა შორის ორი გზა არსებობს მაგნიტური სტიმულაციით ტვინის ფუნქციური მდგომარეობის შეცვლისა, არის ინტრაკრანიალური და ტრანსკრანიალური. ინტრაკრანიალური ნიშნავს, რომ შიგნით, ანუ ოპერაციის გზით და მას ნეიროქირურგები აკეთებენ. ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. მე არ ვარ ნეიროქირურგი და არც გუნდში ყავს ესეთი. მაგრამ ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია არის ტრანსკრანიალურად, ანუ აპარატის გზით, კონკრეტულად თავსდება კოილი ამ აპარატის იმ არეალში, სადაც ჩვენ ფიქრობთ, რომ სხვადასხვა სიხშირის ბალანსის დაყენება გვჭირდება და იცვლება ტვინის სიხშირე, აღდგება ტვინის ფუნქციური მდგომარეობა და სიმპტომი იკლებს. რამდენი სეანსია საჭირო ამ პროცედურის? ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის განმეორებითობა არის აუცილებელი და ახლავე მოგახსენებთ რატომ. ჩვენ გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი უნარი ჩვენს ტვინს გააჩნია და ფაქტიურად ეს უნარი ჩვენთვის არის საჩუქარი. ეს არის ნეიროპლასტიურობა და ეს დღეს 21 საუკუნე მას შემდეგ რაც ნეირომეცნიერება განვითარდა და ძალიან წინ წავიდა, ნეიროპლასტიურობაზე ძალიან ხმამაღლა დაიწყო საუბარი. რაც გულისხმობს, რომ ჩვენი ტვინის ისიგი ნეირონული კავშირები, ანუ სინაფსები, ამოუწურავია, არის ძალიან ბევრი, ჩვენ საუბრობთ ნორმალურ ადამიანზე, ანუ ჩვეულებრივ ზრდასრულ ადამიანში, შეიძლება რომ კიდევ განვითარდეს კავშირები, ნეირონები იქ არის და მზად არის კიდევ უფრო მეტი კავშირის დასამყარებლად და ეს არის უბრალოდ გამოუყენებელი რესურსი. ამიტომ ნეიროპლასტიურობა გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი რესურსის მეტი გამოყენება, მეტად გამოყენება, ანუ მეტი კავშირების დამყარების გზით. და სხვათა შორის ეს ხდება ღრმა მოხუცებულობამდეც კი. ასე რომ ეს ნეიროპლასტიურობის საჩუქარი ჩვენ დაგყვა ბავშვობიდან, დღე პირველიდან და ამას სულ ვავითარებთ. მაგრამ როდესაც თქვენ მკითხეთ ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია რამდენჯერ უნდა მოვიხმაროთ, აქ უკვე ჩვენ საჩვენოდ არ მუშაობს ნეიროპლასტიურობა, იმიტომ რომ ერთი გზა, ერთი ესე იგი ცვლილება ძალიან თავისუფლად არის შესაძლებელი TMS-ის გზით, ძალიან თავისუფლად შეიძლება შევცვალოთ ამა თუ იმ უბნის სიხშირე, მაგრამ ეს ესე არ ჩერდება და მას ჭირდება განმეორებითობა ძალიან ესე იგი ინდივიდუალურია ეს ყველაფერი, სხვადასხვა სიმპტომის, სხვადასხვა ესე იგი დაავადების, სხვადასხვა გამომჟღავნების დროს, მაგრამ განმეორებითობა დაახლოებით 20 ჯერ მაინც ჭირდება ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას. გასაგებია, დიდი მადლობა. ახლა ჩვენ პაუზა უნდა ავიღოთ და აუცილებლად მეორე ბლოკით დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ.